მოებზეთ ჩვენთან ერთად. რაღაც ბათუმში ძალიან ცხელა. გუშინ ძალიან გავერთეთ და სხვა შორის საზოგადოებაც გავიცანით. აუ. მე ვისვამ BB კრემს და მაშურას ისო. მე რას ვისვა? კონსილერს. კონსილერს. კონცერტამდე ძალიან დიდი ხანი დარჩა, მაგრამ ბუბი უნდა დავტოვდე ჩემთან და ჩემ დეიდასთან და ჩემი დეიდაშვილები ჩემი დეიდაშვილი და მისი შვილები ჩამოვიდნენ. ძალიან მიხარია. მე გადავედი ახლა კონსილერზე. მაშინ კიდე პუდრას ისვამს. მაშოს უნდა გავაცნო ჩემ დეიდაშვილი უეჭველი, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარი ადამიანია. და სხვა შორის მე ჩემი დეიდაშვილი ძალიან გავართ ერთმანეთ და ძალიან მინდა რომ მაშო იცნობდეს მას. ანუ ეს კაცი ძალიან მოწონს, მაგრამ განცდა მიკუჭო. მაშა. რა? პუდრაში ხედე. ფაი. ამასობაში ბლაშიც წავის ვიბარე. რაღაც დღეს ძალიან სწრაფად ვიკეთებ, მაგერაც უკვე ჰაილაითერზე ვარ, რა ხდება? მაშა უნდა გაგიყვოთ საიდუმლო. თუ შეამჩნიეთ ყველა ვიდეოში მარუს ამბობს, რომ სასწაულად მეჩქარებაო და ტყუილია მეგობრებო, არასდროს არ ეჩქარება სასწაულად განსაკუთრებით. ანუ ის რა არის, მე მგონია რომ დროში ვერ ჩავეტევი რა. და ამიტომ ჩემ ტვინში მეჩქარება, მაგრამ ამ დროს სულ ნახევარი საათით ადრე უკვე მზად ვარ ხოლმე. არა, ეხა. ეხა ხო, ანუ განსაკუთრებით სწრაფად ვაკეთებ, უკვე ტვინში გადავედი და ნუ ფაქტიურად 5 წუთი გავიდა მხოლოდ რა ჩვენ მეიქაპის კეთება დავიწყეთ. ანუ დღესაც მონახავში მივდივართ. ნუ მიფასრებ. აბა რომ კონცერტზე მაშა? ანუ მე ვაპირებდი რომ ორეს გვეთქვა რაც. რაც არა ხო? Bed for Falls-ზე მივდივართ. წესით. წესით არ მოგაზმევდივართ. პროსტა გუშინ რომ DJ-ს იყო იქნება დღეს და დიდად საშინელი DJ-ია რა, იმიტომ რომ გუშინ ჩაგვირთა ახალი წლის სიმღერა. ანუ რაშუაში იყო. თან მაგთან განსაკუთრებით არ იყო რაშუაში. ხალხო, მაშას აქვს ესეთი ულამაზესი კიკო შიმერი და არის ესეთი ფერი. ეს უნდა წავსვა? როგორც გინდა. ფუნჯით. პროსტა ჯობია მუქი იმისთვის ფუნჯი აიღო. რომელი? ერთი ხوارი ღია ფერი. ანუ ზოგადად ისევ პუდრა უნდა გადავისვა და ეს უნდა ვქნა რა ქვია. მე ისევ ბრაუზერი და ამბები. ვერ გავხსენე ეს პუდრა რა იყო. ეგ ხარობ ჩხუნო. მაშინ ვიკეთებ თვალებს ახლა და მე გავიკეთებ ჩემს კომანდას. ახლა გადავისვამ ამ ტურს. კონცერტზე ბეჭედი რო არ მიკეთია, ბევრად უფრო კარგია, ვიდრე ბრაზილისას ბეჭედი მიკეთია რა. იმიტომ რომ ვაგდებ ხოლმე დრინკებს და რაღაც რო დალევ და რო ვაგდებ. თუ ბეჭედი მიკეთია, იმის შიში მაქვს რომ მაინც რამე არ მოხდეს და არ მომძვრეს რა. მართლა? ხო. მე კიდე ზუსტად ვიცი რომ ხა ესენი არ მომძრება რა და მე ის მძრება ხოლმე. ან წესმა მოიხსნა ერთ-ერთ კონცერტზე თებშობის გადახვაზე. ვერცად ხელი ავიქნია და ბეჭედი გამიშვა. ხო, ანუ მეც ვიღაცა. შევისყიდე ჩემის ეს უნამა, მაშინ ახლა შესა. ნახვამდის.